მოგვებით ეს გურიანის პოსტალიონის ერთობლივი პროექტია არჩევანი მე. მე ამ გადაცემის წამყვანი ნატა გოგელია ვარ. ჩვენი პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების პრობლემებზე მათი გადაჭრის გზებზე გესაუბრებით. გადაცემა ყველა ახალგაზრდას საშუალებას აძლევს გამოიყენოს თავისუფალი მიკროფონი და შეკითხვა დაუსვას ხელისუფლებას, რომელზეც პასუხს ჩვენი გადაცემებიდან გაიგებს. თავისუფალი მიკროფონი ამჯერად ჩოხატაურელ ახალგაზრდებს დაეთმო. იმის გამო, რომ შეკრების ადგილი ღია ცის ქვეშ ვერ ვიპოვეთ, მისი არარსებობის გამო შეხვედრა ახალგაზრდების ერთადერთ თავისუფალ სივრცეში ივლიტას ბიბლიოთეკაში შედგა. მე ვარ თორნიკე სამსონია, ჩოხატაურის ნორმატიულ საჯარო სკოლებში სწავლობ 11 კლასში. უკვე პრობლემები ძირითადად რაც არის, რაც ჩვენ ახალგაზრდებს ვაწუხებს, უკვე ხსენდა. მაგალითად, როგორც ურამახსენა, არ ტარდება ივენთები, ანუ მე პირადად ვარ ჩოხატაურის დასავლთა განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის პრეზიდენტი და ბავშვები არის მონდომებული, რომ გაკეთდეს რაღაც ივენთები, პატარა მოხალისეობრივ აქციებს, მაგრამ ნებისმიერ რამეს ცოტა ძლიერი რამე რო ჩავატარო, თანხები ჭირდება და ეს თანხები არ იშოვება. მაგისი პრობლემა მაწუხებს მე პირადად ძალიან, იმიტომ რომ უნდა დაგვიდგეს გვერდში, ვისაც ეხება ეს ყველაფერი. კი, ჩვენ გავაკეთეთ ბევრი რაღაცა, რომელშიც დაგვიდგა გამგეობა გვერდში და მადლობას ვუხდით ამ ყველაფერში, მაგრამ მომავალში თუ გეგმავთ რაღაცეებს და იმედი გვექნება, რომ დაგვიდგებიან კიდევ გვერდში. რაც ყველაზე მთავარი არის, სპორტს მივდებ როგორც ასეთი და აუცილებლად უნდა იყოს სავარჯიშო დარბაზი. მე პირადად პირველ პრობლემად ჩოხატაურს მიმაჩნია თვითონ ჩვენ ბავშვები. იმიტომ რომ საერთოდ კარგი შეიძლება ხელისუფლებისგან არ მოდის ბევრი რამე ისეთი, რომ გააკეთეთ, ბავშვებს გააკეთეთ ან რაღაცა, მაგრამ ყველაზე მაღალი დონე საერთოდ განვითარების არის მაშინ, როცა თვითონ ბავშვებისგან მოდის ეს ინიციატივა და რამდენიმე ადამიანი თუ ხედავ ხოლმე ჩოხატაურში, რომელიც ინიციატივიანი არის, რამეს აკეთებს და რასაც აკეთებენ, შემდეგ ჩვენ თხოვენ პირადად მეც ნაბერჯებ თხოვეს რაღაც, მაგრამ მეც შემზარებია რაღაცა დამეზარა, ან მაგ ამის დრო და რაღაც. ჩემი აზრით პირველი პრობლემა მართლა თვითონ ჩვენ ვართ აქ და ამის შემდეგ ის რომ დახმარებასაც თითქმის არც ველიც ხვისგან. იმიტომ რომ რაღაცა ისე არის რომ არც გვეხმარებოდნენ. გქონიათ რომელიმე ცდელობა რომ მიგიმართავთ გამგეობისთვის, კულტურის სამსახურისთვის ან იმ უწყებებისთვის, რომელებსაც ეს ყველაფერი აბარია და ვალდებულება აქვთ რომ ამაზე იზრუნოთ, მიგიმართავთ და უარი მიგიღეთ ან რაღაც პირიქით. რაღაცა პროექტში ჩართულან გვერდზე დაგდგომიათ და ასე შემდეგ. ქონიათ ეგეთი შემთხვევა რომ კი როგორ არა ახალგაზრდული პარლამენტის წევრი ვარ ჩვენი სკოლის წარმომადგენელი ვიყავი შაშან და ესეთ პროექტი მოვიგეთ ჩვენ რომელიც უნდა განხორციელებინა თანატოლთა განათლების უნდა გაკეთებულიყო და უნდა ჩატარებულიყო ტრენინგები საგანმანათლებლო რომელსაც თვითონ ჩვენ თანატოლები უტარებდით ჩვენს სკოლელებს და მათ შორის მასწავლებლებით გვესწრებოდა და დონორად გამოვიყენეთ ჩვენი გამგეობა დაგვეხმარა და ტექნიკა შეგვიძინა და დაგვეხმარა. როგორ არის? ინიციატივა როცა იქნება, ყოველთვის გვეხმარებიან. ნამდვილად ჩვენ გვაქვს მაგის ინიციატივა და ხმარება ვერჯერნა და ყოველ შემთხვევაში ასეთი მასიური არაფერი არ უთხოვია და ვერ გავაკეთებია. პროექტ სახელმწიფო საგანმანათლებლო ფარგლებში არ იყო ესეთი ინიციატივა, რომ კომპიუტერულ ტექნიკას და აბსოლუტურად ყველაფერს საჭირო იყო. ანუ საგანმანათლებლო სახელმწიფო გვაძლევდით. ოღონდ გამგეობა არ არის პროექტის მენეჯერები და ერთ-ერთი რაც გვჭირდებოდა გამგეობისგან ეს იყო რომ პატარა ოთახი გამოიყო ჩვენთვის, მაგრამ უარი მიგდოდა. და რატო? ვითხრეს რომ საკვერის ფაქტი არ გვაქვს. გამგეობაში გინდათ ოთახი? გამგეობაში არა, გამგეობის მოპირდაპირე. და ახალგაზრდების ოთახი ვერ გაქვს. იგივე მაგ პროექტში იყო, სახელმწიფო სამინისტროს პროექტში იყო და ანუ იგივე კითხვა დაგვისვას, ანუ პრობლემატიკაზე და მე დავწერე ამ პროექტი მომზადდა იმის შესახებ, თუ როგორ დააბინძურეს გუბაზეულს მდებარე ტერიტორიები, ხევშორეთის რაც ტერიტორია სოფლები იყო რა და იმ სოფლებში რეალურად არ არის არც ერთი ბუნკერი და ანუ სხვა საშუალება არ არის, ხალხს რომელსაც ეზარება ნაგავის დაწვა, ყრის პირდაპირ მდინარეში და არის უამრავი ეპიდემია და კვდება ეგ საქონლები და რაღაცა და ამაგაზე პროექტი რო დავწერე, თვითონ მაგ ჯგუფაც არ გამახვალ, მაგაზე ყურადღება ყველა გეუბნება რომ კი მომავალ ჩამოსვლაზე უფრო დააზუსტე დაწერე ხარჯს დაღრიცხო ბიუჯეტი წერ ყოველს აკეთებ საბოლოოდ რა გააკეთეს და რამდენი ხანმრაბ ზედავს არც იმას გეუბნებიან ან გაკეთდება ან არა და მაგას ეხა მეც ძალიან პესიმისტურად ვარ მსგავსი პროექტის მიმართ განწყობილი და მიჩვენე რომ ჩემ რაღაცა სახლში მეჩქარება და მათემატიკაზე ვარ თქვა ვიდრე მაგაში დავხარჯე მთელი დრო რაც ახლა ჭირდება ჩემს განათლებას და მომზადებას ვიდრე ყველა ყარო რაღაცაში რაც არ რეალურად მაშინ არ დავუშვათ თქვა ჩოხატაურში არის ბავშვების თავშეყრის ადგილი და საღამოს სკოლის შემდეგ არის ეს ხდება სკოლის შემდეგ
და ბავშვების დაახლოებით 20% ცხოვრობს დაბაში, ხო მეტი არის. და საღამოს ბავშვი რო წავიდეს სოფელში სახში რო დაბრუნდეს, არანაირი ტაქსის გარდა არანაირი არაფერი და ახლა მაგდენი ფული ბავშვს შეიძლება ყველადე არ ქონდეს ჩამოვიდეს და რამე. ამიტომ შეიძლება გამგეობამთან დასაქმების პრობლემაც იქნება, ანუ აღმოიფხრება რომ ეს დაასაქმებს იმეს და გადაუხდის ფულს რომ თქვა სოფლებში იაროს საღამო. შეიძლება ანუ ტრანსპორტირება. საათობრივად რა 4 საათზე რო წყვეტ და უშუალოდ ხაზებს და რაღაცა, ანუ მე წავიდი ხალხში მოსწავლეები და ჩვეულებრივ ისაკი. ანუ ადრე მიგოს ავტობუსები ბოლოში. და ბავშვებს ხიძებს. შენ გამეცანი ახლა და მითხარი შენი თავარი პრობლემა რა არის? მე ვარ ქრისტინა ბოტენდირაძე, სამრევლო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. და ჩემი აზრით, ზოგადად რაიონში თავარი პრობლემა ეს არის სისუფთავის პრობლემა. და ეს არ არის მხოლოდ ახალგაზრდების პრობლემა, ეს არის ყველას პრობლემა, რადგან როცა ქუჩაში გაიარე ელემენტარულად არის ისეთი ადგილები, სადაც არის საზისხარის სუნი. და ანუ ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ მთავრობას, პირველ რიგში ეხება მოსახლეობას, იმიტომ რომ თუნდაც როდესაც ნაგვის ბუნკერი არის ახლოს, ხალხს ეზარება ის, რომ ეს ნაგავი აიღოს და ჩააგდოს შიგნით და არ დააბინძუროს გარემო. ანუ ზოგი საათოვებს, ზოგი საათ. რაც გართობის მხარეს შეეხება, პირველ რიგში ვფიქრობ, რომ გასართობი კლუბი არ არის ბავშვებისთვის, სადაც გაერთობიან მოზარდები. მე ვარ ნინო ვიფხაზე, ჩოხატაურის სკოლის ღვთისმშობლის სახელობის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. ჩემი პრობლემა, ანუ ჩოხატაურში არის ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ გამოვყოფი იმას იგივეს, რაც ბავშვებმა თქვა სისუფთავეს და ასევე არის გართობა, ისეთი კონკრეტული პრობლემა, სხვა არაფერი არ მაქვს. მე ვარ მარიამ ზაქარიაშვილი, ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მოსწავლე და ჩემთვის როგორც თითქმის ყველა ბავშვის პრობლემა არის ის, რომ არ არის გასართობი ცენტრი და მოწესრიგებული სპორტული დარბაზი. ასევე გართობის ცენტრების, მაგრამ აი თუნდაც ჩოხატაურში გართობის ცენტრი გაკეთეს მაგალითად, ხელმისაწვდომი იქნება ალბათ მაგ რაიონის ბავშვებისთვის. პრობლემა ის არის, რომ ტრანსპორტი არ არის, ანუ სოფლებიდან ბავშვები ვერ მოვა, ანუ ერთგვარი იმ გასართობ ცენტრსაც არ ექნება იმდენად უფრო ისეთი მუშაობა, ასე ვთქვათ, როგორც უნდა ქონდეს და ალბათ უფრო ტრანსპორტის პრობლემას გადაჭრას მოვა. შენ? გურამს ნერატი ჩოხატაურის სკოლის ოფიციალური სახელობის სამრევლო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩოხატაურის თავად პრობლემა არის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. აი, კერძოდ რას გულისხმობ, მაგალითად, რომ დაიწყებენ რომელიმე შენობის აშენებას. აი, მაგალითად, დიდი ხნის წინ იყო დაწყებული ცენტრში, აი, შენობა რო შენდება, არის კერძოდ ბევრჯერ შეცვალა, ზოგჯერ კინოსახლი, ზოგჯერ რაღაც სხვა. კულტურის სახლი. დიახ, აშენება ახლა მართალი მიმდინარეობს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო. ну ახლა არის შეიძლება რა მომენტში შეწყდეს შენება. ასევე ამ მომენტში შეწყვეტილი აი შენობის სახე ადრეული იყო რა პენსიის რო არის სოციალური მართალი ახლა ყველა ანუ არა საჭირო ის ასე დაწესებულებებში ყველა იღებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ანუ მაგრამ რადგან დაწყებული იმ შენობის აშენება მე ვფიქრობ რომ შეიძლება მიიყვანოს ბონემდე და სხვა რაიმე გამოყენება სხვა გამოიყენებთ რა ეს შენობა რომელიც უკვე დაწყებული შენობა და შეჭერება ჯობია რომ დასრულდეს და რაიმე ბაშო ფიქრობთ თუ არა რომ როდესაც ხელისუფლება რაღაც კონკრეტულ პროექტებს გეგმავს რომელიც ახალგაზრდებს უკავშირდება უნდა იყოს თქვენი მაქსიმალური ჩართულობა აი მაგალითად რო ავიღოთ აი პარკი შენდება ახლა ჩოხატაურის გვერდზე არ ვიცი ვის გაქვთ მაკეტი ნანახი Facebook-ში ხო აი მოგწონთ და როგორ ფიქრობ თქვენი ჩართულობით ის თქვენთვის რო ეკითხათ როგორი გინდოდათ იმიტომ თანხა იხარჯება ну თქვენი ჩართულობა რამდენად უფრო გააუმჯობესებდა და უკეთესი იქნებოდა თქვენი აზრით რამდენად აუცილებელი ახალგაზრდები თუნდაც ასეთ პროექტებში რომელიც მორგებულია თქვენზე იყოს ჩართული რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩემთვის აკეთებს იმ რაიმეს პროექტს ახორციელებ ჩემთვის როგორც ახალგაზრდისთვის ჩემზე უნდა იყოს მოგებული და ჩემი აზრით გასთვალისწინებით უნდა იყოს, იმიტომ რომ იქნება რა ჩემს ხელს აყრელი ის მაღალი ის რა ქვია, რო აკეთებული ან რა. არ მომწონს? არ მომწონს ერთია, კი მომწონს, მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენი რა ნულის დონეა ჩართულობა რა ახალგაზრდობის მე ასე მგონია. ხელისუფლებას რას თქო? აი კრეატიული აზრით. ხო, ანუ ახალგაზრდებს სამშობლო და კრეატიულად მოგვეწყო იქაურობა მაკეტის თვალსაზრისით.
მაგრამ მაგის ხარ მიხვალა ხარ ეტყვი რომ ამას რო აკეთებთ მინდა აქ ჩავირი ხარ ეტყვი თვითონ უნდა იყოს ან სკოლას უნდა ქონდეს ინფორმირება ან რაღაც იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს ბევრ ბავშვს აქვს ისეთი განხილებული და ამას აქვს რომ აი რაღაცა სტილი დიზაინის რაღაცებს მაგათ ხატვის ნიჭი და შეიძლება რაღაც გააკეთოს და გაითვალისწინოს ის ბიუჯეტი და ყველაფერს უბრალოდ იყოს მასზე მორგებული პროექტი ანუ ახალგაზრდები ჩართულობა თქვენ ფიქრობთ რომ აუცილებელია ყოფილა შემთხვევა რომ მოსულა თქვენთან ხელისუფლებიდან ვინმე და ვთქვამთ რომ აი ეს რამას ვაპირებთ თქვენ რა სიტყვით ესეთ შემთხვევა გქონიათ ან სკოლაში ან უბანში ან როდის გახსენდებათ როდესაც მოდის მოსულა თქვენთან ვინმე თანდობის პირი ან რაღაც და რაღაცა უკითხავთ ხო ანუ თავაზობთ ხოლოდ ფერმში და ჩონგურსაც ჩონგურსაც ხოლმე ну ეგეც მაგარია კიდე რა მოინტერესებს თქვენგან რომ გავიგეთ რა შეკითხვას დაუსვამდით მე მაინტერესებს რამდენი ბიუჯეტი გათვალისწინებული აი ბავშვებისთვის და ახალგაზრდების ზუსტი კითხვა მაინტერესებს და ანუ ზოგადად მაინტერესებს ანალიტი ხარჯება ეს და მაინტერესებს კიდე აი ექსკურსიები და რაღაცებს როცა ვაკეთებთ და დაუშვათ ბევრი კლასი იღებს დაფინანსებას რაღაც და რაღაც და ანუ ჩვენ ზუსტად არ ვიცით ეგ როგორ ხდება იმიტომ რომ როცა მე მაგალითად მინდა სადმე წასვლა და ვარც ცოტა კლასში არ უჭირდება დიდი თანხის დადება ხო გვიჩვენია რომ გავაკეთოთ პროექტიან განახორციელოთ რაღაც მაგრამ მე გარე აი რაღაცნაირად ეგ არის გამართლებაზე ხან მოგიწევს ხან არ მოგიწევს ვიღაცას მოუწია წელს მეტი აღარ იქნება ანუ რეალურად არ ვიცით რა რის მიხედვით ფასდება ექსკურსიების დაფინანსებას გულისხმობ მე როგორც ასეთი ყველაზე მეტად მაწუხებს ის რომ როდესაც სკვერში ვживდები ზემოთ ბავშვებთან ერთად არ ვსიავნოს ის რომ აი საქონელი ჩამივლის გვერდით საზიზღარი შეგზავა მეუფლება და აი ეგ მინდა რომ ყველაზე მეტად მოგვარდეს იმიტომ რომ აი მაგ დროს მეუფლება ყველაზე საზიზღარი შეგზნება და არ მიჩნდება იმის რომ მეორეჯერ იქ ავიდე და დავჭდე აი მე მაწუხებს ეს ყველაზე მეტად ხათშერ ჩვენ გქონდა პრაქტიკულად ჩვენ თავისუფალი მიკროფონი ცენტრში როგორც წესი ქუჩაში იდგმება ხოლმე და იმის გამო რომ მაგის საშუალებაც არ არის ჩოხატაურში ამიტომ შევიკრიბეთ ივლიტას ბიბლიოთეკაში და არ მოხდა ქუჩაში ჩვენი შეხვედრა და ფაქტურად არ არის მართლა ისეთი ადგილი გეთახმებით ხოლას რომ ჩვენ შეგვძლებოდა და ამდენი ბავშვი ერთად დამჭდარიყავით და გვესაუბრა პრობლემებზე იმედია რაც მოგვარდება თორე ეს სივრცე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არის ახალგაზრდები მოუგვარებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება ახალგაზრდებს პრობლემებს როგორია ჩოხატაურის პირველი პირების ახალგაზრდული პოლიტიკა არის თუ არა მომავალი თაობის აზრი მნიშვნელოვანი ჩვენი რჩეულებისთვის გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავაა დაგველოდეთ რამდენიმე წუთში სტუმართან ერთად სტუდიიდან დავბრუნდებით ჩვენ ისევ ეთერში ვარ ჩვენი გადაცემის სტუმარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა მოგესალმებით დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის მადლობა თქვენ მოწვევისთვის ახალი სტუდია გილოცავთ დიდი მადლობა ამჯერად ჩოხატაურს დაეთმო ჩვენი თავისუფალი მიკროფონი და ჩვენი პროექტი ძალიან კარგი ახალგაზრდებს შევხვდით ძალიან ბევრ პრობლემაზე იყო საუბარი და დავიწყოთ ყველაზე მთავარი თემით რომელიც ბავშვებმა დაასახელეს ეს არის გასართობის არარსებობა ცოტა უფრო განვავრცოთ გეტყვით ჩვენ თავისუფალი მიკროფონის ფარგლებში შეხვედრებს მართავთ ღია ცისქვეშ ქუჩაში პარკებში და ასე შემდეგ სამწუხაროდ ჩოხატაურში ეს ვერ მოხერხდა იქიდან გამომდინარე რომ მართლაც არ არსებობს მსგავსი ადგილი ერთადერთი ადგილი ეგრეთ წოდებული სკვერი არის ცენტრში სადაც როგორც ბავშვებმაც აღნიშნეს და ჩვენც შეგვეშალა ხელი ამის გამო საქონელი დასეირნობს საკმაოდ სიბინძურეც არის შესაბამისად საქონელს ახლა და კონკრეტულად და მიხვდებით ალბათ რა გეგმავთ როდის იქნება შესაძლებელი რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მინიმუმ ისეთი ადგილი სადაც მათ შეუძლიათ დაჭდნენ გაერთონ ისაუბრონ ერთმანეთს თავიანთი აზრები გააუზიარონ აი სანამ უშუალოდ ამ კითხვებზე ვისაუბრებდე საერთოდ ალბათ თქვენი ფორმატი არ ითვალისწინებს რომ უკეთესი იყო ჩვენს და ახალგაზრდების ერთად რაღაც ცოცხალ ეთერში ან თუნდაც შემდგომში აუცილებლად ხო, გაიქნება, იმიტომ რომ მე მგონი ისეც მოშინჯოდა, ესეც მოშინჯოდა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი სივრცე ვილიტას ბიბლიოთეკას და და კარგი იქნება, მომავალში მე მზადა ვარ რომ ამაში მიიღო მონაწილეობა. ეხლა როცა გისმენდით გამახსენდა რომ ზუსტად იგივე მოთხოვნები
მქონდა მე როცა ვიყავი ამ ასაკში. გასართობის არ არსებობს მახსოვს ერთ-ერთ შეხვედრაზე კიდეც გამოვედი და მე-10 კლასში მაშინ მე-11 და მე-12 არ იყო და ვთქვი რომ აი ახალგაზრდული ცენტრი გვინდა ვისარგებლე შეხვედრაზე რაიკომში დივნის ყოფნით. ანუ მოთხოვნები ახალგაზრდობისა 30 წლის წინ ცოტა მეტი ის თუ ახლა ფაქტურად შევა იგივე. მაგრამ იმიტომ რომ არაფერი არ კეთდება ეს თასმა. ახალგაზრდებს ყოველთვის უნდა კონდეს, ყოველთვის უნდა იყვნენ მაქსიმალისტები და მოთხოვნები უნდა კონდეს. უბრალოდ მე რას ვფიქრობ, ჩვენ რითი ვერთობთ? ბურთი, წიგნი და ჩვენი მთავარი თემა იყო შაბათს, ბედნიერება, ილუზიონი, სადაც ისეთ ფილმებს გვაჩვენებდნენ, აი როცა სტუდენტი გავხდი მოსკოვში 17 წლის რო ვიყავი წავედი, მე დისკოტეკაზე მართალი არ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ Genesis-ის, Pink Floyd-ის, Manfred Mann-ის, ანუ ცნობილი, ძალიან ცნობილი ჯგუფების კლიპები მქონდა ნახული გადაცემაში ეს ესტრადა და მოსკოველ გოგობიჭებს ეს ამის საშუალება არ ჰქონდათ. ისე როგორც აი მივალ მაგან, ისე როგორც არაფერი არ იცოდნენ ლუკინო ვისკონტიზე, დამიანო დამიანიზე, ფელინიზე, ჯულიეტა მაზინაზე. ჩვენ ვიცოდით ქართველმა ახალგაზრდებმა, იმიტომ რომ ჰქონდა გადაცემა ილუზიონი, რაც ეხლა გახსენე. ანუ ჩვენი გასართობები იყო ძალიან შეზღუდული. ეხლა წიგნი გადავდეთ გვერდზე. ეხლა მობილური ტელეფონი ფაქტურად კომპიუტერი გვაქვს ჯიბეში და ამით ფაქტურად ჩაანაცვლება მოხდა, მაგრამ კარგია რომ ახალგაზრდებს ამის გარდა სურთ კომუნიკაციის სხვა საშუალებები ერთმანეთთან. ეხლა დისკოტეკა აღარაა მოდაში იმენთებს ეძახიან. და ცუდია რომ ჩვენი თაობას რა პრობლემაც ედგა, იგივე პრობლემა უდგას ამ თაობასაც. ეხლა განმავლობაში იყავით ხელისუფლებაში არა მარტო ეხლა. გასაგებია ბუნება, კი. რატომ თუ კი თქვენი მოთხოვნაც ეგ იყო, რატომ არ გააკეთეთ? იმიტომაც რომ ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემაა, რომელიც უკვე ცდილობ უფროსის ტყავიდან ამის ყველაფერს უფროსის სამრეკლოდან გადახედვა, როცა ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრია, სხვა ძნელია და ერთი რამ განსხვავება არის აბსოლუტურად, რომ წეგან შეხვედრა რაიკომის დივანთან შეხვედრა და შესვლა ეს იყო რაღაც. დღეს ამისი პრობლემა, კომუნიკაციის პრობლემა ჩვენ ახალგაზრდებს არ აქვს. განსაკუთრებით ჩვენ ხელისუფლებაში. ნებავთ ჩემთან, ნებავთ საგრებულოს თავმჯდომარესთან, ნებავთ ნებისმიერ ფრაქციის წევრთან ქუჩაში, მიღებებზე, ნებისმიერ სიტუაციაში. და კარგია რომ ჩვენგან განსხვავებით ამ ახალგაზრდებს კომპლექსი არ აქვს. ეხლა შედეგებზე გეტყვი. ეხლა მოდით მე უნდა გითხრათ, ცოტა დრო უნდა მომწვეთ. დროს მოგცეთ უბრალოდ. რა გაკეთდა? კი, კითხვას უახლოვდები. სადაც როხები უახლოვდები, მაგრამ მოდ ბარემ რა გავაკეთეთ, როგორც ხელისუფლება ამ წლის განმავლობაში. ფათაშორის რაღაც თემებში თქვენი მონაწილეობითაც ეს უნდა ჩამოვთვალოთ და ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ახალგაზრდებმა. აუცილებლად თქვა. აი პირდაპირ 6 იანვრიდან პირველი საშობაო ღონისძიებით დაწყებულია. 27 იანვარს ეკო წარსულიდან პრეზენტაცია ჰქონდა ძალიან საინტერესო ფათაშორის, სადაც ქართველ ტყვეთა სიმღერები, რომელიც ცვლის ლილვაკებზე იყო ჩაწერილი და მათ შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელი მენდრელიშვილი აღმოჩნდა. მე უბრალოდ მერე დაუსვით ამ ახალგაზრდებს კითხვა, ამათ რომელიმე თუ მონაწილეობდა ღონისძიებაში. 2 თებერვალს მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ნარჩი, ნარჩი შეიძლება ეს ბავშვებისთვის ნაკლებად მიმზიდველი. 2 თებერვალი ისევე პროკურატურის ეგიდით ჩატარდა საკალათბურთო ჩემპიონატი. ბავშვებთან ძალიან ბევრმა ბავშვმა კალათბურთში დაგისვა. დიახ, აი ჩატარდა მაგალითად კიდე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა კონკურსი ჩავატარეთ, რომელიც მიხედვითაც შეირჩა ტელეპროექტ ეტალონის მონაწილეები და ძალიან კაი პროექტი იყო. ჩვენ ახლა 10 წლის იუბილეზე ვყავდით, არც ერთმა ტელევიზიამ ეს არ გააშუქა, აბსოლუტურად აპოლიტიკური შეხვედრა იყო. ერთ მხარეზე იყვნენ ყოდორელი ახალგაზრდები, მოსწავლეები, მეორეზე სამაჩაბლო და მთელი დარბაზი ახალგაზრდებით იყო ძირითადად სავსე, აი ეს საუბნებოდა ამ ერთობას. სამწუხაროდ არც ერთმა ტელევიზიამ ეს არ გააშუქა. 25 თებერვალს თქვენი მედია სახლის მონაწილეობით ხო კაი ღონისძიება გაკეთდა ისტორია არქივთან ერთად. კიდევ უნდა გავაგრძელო. მონაწილეობთ რა ორგანიზებით? არა, ჩვენი მონაწილეობით თქვენი ორგანიზებით. ეს უბრალოდ იქნება. 3 მარტს და 8 მარტს ღონისძიებები. აი 13 მარტს 13-ში უბრალოდ დისკუსია თემაზე ადრეული ქორწინებას დასულთა ცენტრში. ნუ ასევე ზემოსურებში ახალი ბიბლიოთეკის გახსნა, ახლა მას ჩვენ ვერ დავიბრალოთ, უბრალოდ მონაწილეობა ჩვენც ჰქონდა მაშინ. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ გიორგი გელიძეს. კი ბატონო. აი 1 აპრილი კლასიკური მუსიკის მე-8 რესპუბლიკური და მე-4 საერთაშორისო კონკურსების ფესტივალის მომავალი სპორტსკოლებში მონაწილეობა. ჩვენმა ვაჟებმა, პატარა ბიჭებმა
შესანიშნავი შედეგია ჩვენს და გალა კონცერტში იქნება მიწვეული. ანუ ნიკომარის რამდენიმე ნიკომარისთან დაკავშირებით, მის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება იქნა მოწყობილი. სპორტული შეჯიბრებები შემიძლია ჩამოგითვალოთ კიდევ. აი ეხლა ხან ჩვენ ვაგზავნით ერთ-ერთ ახალგაზრდას, ვიხმარებით უпроსტად უფინანსებთ გზავრობას, რომელმაც გაიმარჯვა ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსში და პარიზში წავა. ანუ მე ისეთ თქმა მინდა რომ რა თქმა უნდა პრობლემებს და იმას მოვისმენ და დეტალურადაც უპასუხებ, მაგრამ ერთია რომ მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან, მეორეა ვითანამშრომლოთ. კიდეც უნდა მოვითხოვოთ და კიდეც უნდა გავაკეთოთ შეთავაზებები. რამდენიმე ადამიანი ბავშვი მოვიდა ჩემთან, მაგალითად, როცა პროექტები მოიტანეს და უნდა თანად დაფინანსება. გავუკეთეთ მაგალითად გუთურის კი, აღნიშნეს რომ რაღაც პროექტები თუმცა უფრო ანუ მე მინდა მათ უთხრა, რომ შვილებო, თქვენ არანაირი პრობლემა არ გაქვთ კომუნიკაციის. არანაირი პრობლემა არ გაქვთ იმისა, რომ ჩვენ შევხვდეთ, ან მოითხოვოთ, მაგრამ უკეთესია თუ მოხვალთ შეთავაზებებით და იტყვით, რომ აი მე ეს მაქვს, აქამდე მივედი, ეს იდეა მაქვს, ამაში მჭირდება დაფინანსება. მოპოვებული მაქვს რაღაც ნაწილში გრანტი, ეხლა იქნება ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუხმოს. აი ეს მინდოდა შესავალისთვის. ჰქონდათ პროექტი, რომელიც დაუფინანსა ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და თქვენ გამხოლოდ ფართის გამოყოფა სჭირდებოდათ განგების წინ. მე ზუსტად ვერ გეტყვით. რაზეც უარი მიიღეს. ზუსტად ვერ გეტყვით, მოვიდეს ეს ახალგაზრდა, ამიტომ იყო კარგი ასე ვთქვით, თუ პირდაპირ ვისაუბრებდით. არ ამგონია რომ მათ პროექტი ქონოდათ, იმიტომ რომ მე არც ერთი თუ პირადად ჩემთან ქონდა შეხვედრა, არავინ არ გამიმბრუნებია უკან, ისეთი თუ ქონდათ პროექტი. თუ მოვიდნენ რომ აი ფართი მოგვეცი და ჩვენ მერე დავწერ და რაღაცას, მაშინ შეიძლება და ვარი ყოფილიყო, იმიტომ ჯერ მაჩვენე და იშრომე. ეს სტუდია, ეს მედიასახლი რუდუნებითაა შექმნილი ერთი პატარა ოთახით, შრომით. შრომას მიიჩვევს, რომ ჩვენ ახალგაზრდები და მობძანდნენ, შემოთავაზება, პარტნიორობა ჩვენგან გარანტირებული იქნება. გარანტიას როდის მისცემთ, რომ როდესაც პარკში რომელიც ეხლა და პარკაობა და მეთანხმებით დაჯდებიან ძროხები არჩევნებში ძროხების და ზოგადად სკვილფეხა ქოსანი პირუტყვის ოშორება ცენტრიდან ეს არის ძალიან რთული პრობლემა. საგრებულომ ამაზე გადაწყვეტილებაც მიიღო, იქ ჩიხიც უნდა გაკეთდება, მაგრამ აქ მეორეა მენტალობის თემა. დაბაში ძალიან მომრავლდა და მოსახლეობას 1, 2, 3 რამდენიმე სკვილფეხა ქოსანი პირუტყვი ყავს და სამწუხაროდ ეზოსთან რომ არც კი ამწვდევენ ხშირად. აი რამდენ ქუჩაზე დაიგო ასფალტი და ამან კიდე უფრო გამოაჩინა ეს ბინძურე. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ამასინა დავწერე კიდეც რომ გვახსოვდეს რომ ჩვენი ეზოს მიღმაც ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი საქართველოა და შესაბამისად ეხლა რა გავახოთ, ამიტომ სამი მეველე მუშაობს, რთულია გადენი, გამოდენი მაინც მოვიდეთ. აი ამის გათვალისწინებით რომ დროში გვეწელება ეს პრობლემა, აი ახალ სკვერს ვაკეთებთ, სადაც მათ ეს პრობლემა არ ექნებათ. ეს იქნება დეკორატიული ღობით, კედლებით, სენით, დასაჯდომებით, ქვაფენილით, ლამაზად მოწყობილი სკვერი, სადაც შეიძლება ივენთების გაკეთება, აპარატურის ჩვენგან თხოვება დინება, ჩვენ დავეხმარებით, ისეთ მათ დაჭირდებათ საღამოების გამართვა. ამისი პრობლემა მათ არ ექნებათ. მათი ჩართულობაც მომხდარიყო და რასაც პროექტები კეთდება, რომელიც ახალგაზრდებს ეხება, მათი აზრიც ისინი ხომ Facebook-ის მომხმარებლები არიან და Facebook-ი კომუნიკაციის მშვენიერი საშუალება მათთან მით უმეტეს. ეს ხომ არაერთხელ დავდეთ ეს პროექტი. არც ერთი ახალგაზრდის გამოხმაურება არ მინახეთ. ძალიან კაი გამოხმაურება ჰქონდა ჩემი თაობის, ჩემზე ცოტა უმცროსი თაობის, უფროსი თაობისაც, მაგრამ არა. ალბათ იმიტომაც რომ მათ გონიათ მათ ასს არავინ არ გაითვალისწინებს. მე მათ პირდები რომ ასე არ არის. მეუბნები და პირდები არც მომავალში იქნება. მობრძანდით, ვითანამშრომლოთ. თუმცა არიან ადამიანები, ვინც შეიძლება ინტერნეტთან ვერ ხვდებიან, ასეთ დამეწმენთო ძალიან ბევრი იქნებიან, იმიტომ რომ დაუში ინტერნეტის პრობლემა სოფლებს თქვენ რომ ახალგაზრდებს შევხვდით, დარწმუნებული ვარ, რომ ყველასე დო ტელეფონი ჯიბეში ჩართული ინტერნეტი. ნუ იქნებით ესე დარწმუნებული. კი, უმეტესობას. გასაგებია, თუმცა მაგრამ გეთანხმებით იმაში, რა თქმა უნდა, მაგრამ რატო არ მართავთ შეხვედრებს, არ ხვდებით ამ ახალ? როგორ არ ხვდები? ყველა ღონისძიებაზე სადაც მიმიწვევენ. ანუ კონკრეტულად ამ ახალგაზრდებს. არა, ამ ახალგაზრდებს ვის ნე ყველა შეხვედრაზე, სადაც კი ახალგაზრდები თაყრილობას აკეთებენ, მათი ორგანიზები თუ ჩვენი მუნიციპალიტეტის დახმარებით, ყველგან როგორ ახბას ახალგაზრდული საკრებულო რას აკეთებს? ახალგაზრდულ საკრებულოზე პირველსავე შეხვედრაზე შევედი და ახალგაზრდული საკრებულო ხო სწორედ ამ ბავშვების მიერაა წარმოდგენილი. ანუ მათ ინტერესებს წარმოადგენს. ეს არის სკოლის მოსწავლეები. როგორ არ ხვდები? აბა კითხეთ, ესწრებოდა ახალგაზრდული საკრებულოს რომელიმე წევრი?
ეს ბავშვები, რომელმაგან ეტალონში მონაწილეობდნენ, არ გამოთქვეს სურვილი, რომელმაც საკმაოდ დიდი არეალი ჰქონდა ეტალონს ბავშვების შერჩევის. ამიტომ თუ ესენი გვითვლიან ამას, თქვათ რომ აი ნაკლებ კომუნიკაბილურობაში ვიღებ ამას და ცალკე შეხვედრებსაც მათთვისაც გავაკეთებ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ინიციატივა შვილებო თქვენგან უნდა მოდიოდეს, მათ შორის. ჩვენგან შემხვედრი ნაბიჯი ყოველთვის იქნება. მათი მხრიდან უფრო მეტი აქტივობაა საჭირო. თუმცა მაინც უნდა დავაზუსტო პარკის თემა. ის რომ ახალი პარკი კეთდება ახლა არსებულ პარკს. არა, ახლა არსებულ პარკს არა, პრობლემა, ახლა არსებულ პრობლემა გამოდის. არა, და პრობლემა ყველგან დარჩება, სანამ იქნება საქონლის თარეში და ახლა ეს შეიძლება ახალი ტექნოლოგიებით გადაწყდეს მაგალითად, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია. ამ თემებზე ვფიქრობ ჩვენ. არის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც გარკვეულ პერიმეტრზე საქონელს არ უშვებს, მაგრამ ეს რთულია და იმაზეც ვფიქრობთ, რომ სადღაც ტერიტორია გამოიყოს და მოსახლეობამ შეთანხმდეს, მათ რომ თანხის გადახდა არ მოუწიოს და თქვათ მეველე კი არ იყოს აქ ადგილზე 3-ია სხვათა შორის, 2 ყოველთვის, რომელიც ვერ უთავდება. და ყველა შესახვევიდან გამოდის საქონელი. იმაზეც ვიფიქრია, რომ რა ცხოვრები ხომ არ გაკეთდეს, მაგრამ პრობლემა ამას ვერ მოხსნის. პრობლემას მოხსნას ჭირდება 2 რამ, ერთი ფულის დახარჯვა, სერიოზული ფულის დახარჯვა, ჩიხის მოწყობა მარტო არ გმარა, იმას საკვები უნდა, იმას მეტექიმი უნდა, იცით რა მოთხოვნებია, ჩვენ ახლა ევროკავშირის დონის მოთხოვნები გვაქვს და საშუალებები გაცილებით მწირე. ამიტომ და მეორე, მოსახლეობამ უნდა გაიგოს, გაითავისოს, რომ ეს მისი ჯოხატაური, ეს მისი ქვეყანა და არა მხოლოდ ეზოა მისი და მისი კარბიდან. ასე რომ მაგ თემას მისახედია, ნელ-ნელა მიხედავთ. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ბავშვებმა დააყენეს ჩვენთან საუბრისას, ეს არის რომ არსებობს ფანტანები, სადაც ისინი ცენტრში, სადაც ისინი შეძლებენ წყლის დალევას და ასევე საზოგადოებრივ საფრთხეში. კი, აი მნიშვნელოვანი თემა. არ არსებობს, მაგას ვერ დავეთანხმები. 3 არსებობს, აი ესეთი ფანტანი, სადაც წყლის დალევა შეიძლება. ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღთან და მუსიკალურ სკოლასთან. გასაგებია, შეიძლება დავამატოთ. კი ბატონო, წყლის პრობლემა იდგა საერთოდ და ფანტანების მშენებლობა დაგვეწყო უწყლოდ, მე ამაზე დავცინებდნენ. წყლის თემას ვაგვარებთ, ფანტანებიც იქნება. აუზი წყალთან დაკავშირებული, აუზიც მოითხოვეს ბავშვებმა, რა ხდება ამას? კარგია რომ მოითხოვეს. არსებობს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო აუზი დაიწყო მშენებლობა. მე ნელ-ნელა როგორ არ ვახორციელებთ? ჩვენ ნაწილს გავახორციელებთ, ჩვენ შემდგომ უკეთესი თაობა მოვა, ისინი გააგრძელებენ. ოცნება აუზთან დაკავშირებით, ანუ კომპლექსი, სპორტული კომპლექსი, რომელიც გავანადგურეთ ჩვენ ჯოხატაურელებმა, სადაც აუზი ფაქტიურად დასრულების სტადიაში იყო, უბრალოდ შეიცვალა პოლიტიკამ შეცვალა, რომ კომუნისტები წავიდნენ, ფაქტიურად ფორმაცია შეიცვალა ქვეყანაში და ეს მოპირკეთებული აუზი გავანადგურეთ, ისე როგორც სასტუმრო მიმდებარე ტერიტორიაზე. ეხლა ჩვენ გვიწევს ფიქრი და მოქმედება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვქნათ, ეს რამდენიმე მილიონიანი პროექტია. ამაზე ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვის პროექტირება მაინც შევძლოთ, პროექტირება ჯდება რამდენიმე ათასი რამდენიმე 10,000 ლარი. კი, გასაგებ მაკეტი კი, ნამდვილად, მაგრამ მაკეტი ეს მოიხსენებათ რომ იოლია მაკეტი შექმნა, მაგრამ პროექტირება თავისი ხარჯს გაგრიცხვით, მონდომება. არა, მონდომება არ გვაკლია ამ საქმეში ჩვენ, იცით? და ეს პრობლემა სხვათა შორის მიბმულია მეორე პრობლემას. იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც 23 წლის წინ შესახდნენ. დიახ, 7 ოჯახი, იმ ადამიანებს ასე ხელაღები ჩვენ იქიდან ვერ გამოუშვით. მათ უნდა შეუქმნათ ამავე დროს პარალელურ რეჟიმში პირობები, სადაც მათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს შევთავაზებთ და ამ დროს უნდა შევძლოთ აუზის და სპორტული კომპლექსის. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი არათვითკმარი მუნიციპალიტეტი ფინანსური თვალსაზრისით ახალ შემოსავლის წყაროს გაიჩენს ამით. ამიტომ მნიშვნელოვანი ამ თემებზე მუშაობთ. სპორტთან დაკავშირებით ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ უნდათ კალათბურთის წრე და როდესაც დავინტერესდით
ჩვენ მქონდა იმ რამდენადაც ვიცი კალათბურთის წრებ სასპორტო სკოლაში კალათბურთის წრე არის მასწავლებლის მიმართ გამოთქვეს უკმაყოფილება როგორც ახალგაზრდებმა თქვეს ისინი დადიოდნენ თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მასწავლებელმა არ იცის კალათბურთი თვითონაც ვერაფერი კარგი დავინტერესდები მასწავლებელმა იცის თუ არა კალათბურთი ჩვენ გადმოვეცით ის და მაინტერესებს მაშინ მე რომ ჩამოვთვალე წეგან ღონისძიებების ნუსხაში მათ შორის კალათბურთის ჩემპიონატი შიდა სასკოლო ეს ბავშვები მონაწილეობდნენ კონკრეტიკაზე ჩვენ არ ჩავსვათ უბრალოდ მათ თქვეს რომ მათ ჭირდებათ კარგი პედაგოგი ისე კითხეთ არა სპორტ სკოლაში გასაგები მაგრამ სკოლებში სკოლებში თამაშობენ სკოლებში ყავთ პედაგოგები ალბათ ყავთ ხო ამიტომ იყო კარგი რა მათთან უფრო ამას გასაგებია თუმცა მათ თქვენთან მქონდა დაგობარე კი ბატონო კალათბურთის წვრთნელის სასპორტო სკოლაში მათ დონეს არ აკმაყოფილებს მე ხსორად ხო გავიგე კი და მოვიკითხავ საქმეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სპორტული დარბაზის ინფრასტრუქტურა შეუდარებლად უკეთესია ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ შეუდარებლად თუმცა გაგრძელებას ეს თემი მოითხოვს მუშაობთ ამაზე თუ სამომავლო პერსპექტივაა რომ შეიძლება გაუმჯობესდეს ეს ნაწილია ზუსტად იმ დიდი პროექტისა რასაც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს ანუ თელ კომპლექსში კი ასევე ბავშვებმა დააყენეს ბატონებრივი საკითხი დასუფთავების აღნიშნეს რომ ეს არის ზოგადად საზოგადოების პრობლემა რაშიც ალბათ ყოველ თანხმდებით თუმცა ითქვა ისიც რომ არის პრობლემა ბუნკერების პრობლემა განსაკუთრებით სოფლებში არ დგას ბუნკერები რაც მოსახლეობას ესე ვთქვათ ახალგაზრდების სიტყვის გამო უბიძგებს იმისთვის რომ ვთქვათ ამ დინარეში ქუჩაში დაყაროს მაგა არა ეს არ გავართლება საერთოდ არ იყო ბუნკერის სანაგვე მანქანის არსებობა 10 წლის წინ მაგრამ ძველი თაობა ამას უფრო პასუხისმგებლობით ეპყრობოდა თუმცა ახლა ესეც არაა სწორი რომ ეზოში დაწვა იმას გაბონაბოლ ქვია რაც რაც შეეხება ბუნკერებს გუშინ წინ მაგალითად ორ სოფელში დავამატეთ გუშინ წინ შემიძლია კონკრეტულად თქვა აი ქვემო ერკეთის ცენტრში მითხრეს რომ ეგ საჭიროა ასევე ამაღლება სამების სახით გადასასვლელი რო არის ცენტრალური გზიდან იქაც წინ მაღაზია არის დეპოები ორი გროვდებოდა იქიდან გამოქონდათ მოქალაქეებს მიმდებარე სოფლებში თითქმის ყველგან არის ბუნკერი ახლომდებარე სოფლებში თითქმის ყველგან ეს პრობლემა გაცილებით უკეთესად რომ დგას ახლა თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო ამაში უნდა დამეთანხმოთ დილით ვნახოთ ჩვენ ჩოხატაური და ვნახოთ მე როგორ უტოვებთ იმ სამსახურებს საღამოთი რა დღეშია მაგრამ ბუნკერები საჭირო განსაკუთრებით ახლა დაბის ტერიტორიაზე ჩვენ მჭირდება მცირე ზომის სანაგვეყუთები კი ახლა ჩვენ ახლები დავამატეთ სამწუხაროდ და ეს იცის ყველა გუბერნატორთან სამსახურზე არაერთხელ გვისაუბრია მას პრემიერთან ჩვენ მჭირდება ნაგვის მანქანა კი გურენოს დაპირდა პრემიერმა რომ საუცებად იქნება იანვრიდან დიახ აი მეც დაპირდა პრემიერმა ჩვენ თავარი აი ახლა ამ ნაწილს მივოდი არამედ ნაგვის სახანძრო მანქანა აუცილებლად გჭირდება ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის სასწრაფო დახმარების მანქანის თვალსაზრისით შარშან სამი ახალი მანქანა მივიღეთ პრობლემა იქ არის რომ ისეთ გარემოში გვყავს ექიმები რომელსაც მართალია პირდაპირ ჩვენი ფუნქცია არ არის პირდაპირ იმიტომ რომ ეს არ არის მუნიციპალური სამსახური სამაშველოს შენობის პრობლემა წყდება იმიტომ რომ ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ადგილების გამოყოფილი და აშენდება ახალი შენობა კი ახლა რა თქმა უნდა ასე რომ ამ თემაში ვეთანხმები მაგრამ ამ თემასაც ჩვენ შენობასთან დაკავშირებით ბავშვებმა რომ დანგრეული შენობები ძალიან ცუდია როდესაც ინფრასტრუქტურა აი ვიზუალს სხვადასხვა ჩოხატაურის პრობლემა ყველგან არის აქცენტი გააკეთეს კი ნამდვილად ლანჩხუთში შეხვედრებისას ვეთანხმები და გეტყვით მაგასთან დაკავშირებით საჩერებულ მშენებლობაზეც გააკეთეს ერთ-ერთი იყო სოციალური მომსახურების აგენტო რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეჩერდა მის მშენებლობა არა მე რამდენადაც მახსოვს შეჩერდა მაგრამ ტენდერში გამოვლენილი წინა ხელისუფლების დროს იყო ხელისუფლების ცვლილება როგორც კი მოხდა რაღაც დარღვევების გამო როგორც ჩანს ახალმა ხელისუფლებამ შეჩერდა იმიტომ რომ ეთყობა მათ რაღაც ვერ ხონდა წესრიგი სხვათაშორის კონკრეტულად მაგ თემასთან დაკავშირებით მე კიდეც სხვათაშორის Facebook-ზეც დავდე და გახარებულმა იმიტომ რომ ორიოდი თვის წინ იყვნენ ჩამოსულები ამ სააგენტოს წარმომადგენლები და მითხრეს რომ წელს ისევ დაიდება ახალ ტენდერზე და გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია რომელიც დაასრულებს ვერ გეტყვით ესეც მუნიციპალიტეტის პრეროგატივა არ არის ზოგადად ეს ამ თემის წამოწევა ბავშვების მიერ არის სწორი მაგრამ აქ როგორ უნდა გავმიჯნოთ ახლა ჩვენ აი ეს თემა სახელმწიფოს თემა და სახელმწიფოს საგვარებელია მაგრამ აი რა ვქნათ ჩვენ როდესაც დაბის ცენტრში
ადამიანებს შეძენილი აქვთ ქონება. წლების წინ. ჩვენ ვაძლევთ მითითება შეფუთეთ, მაგრამ ააშენე, განვითარდი. ამას ჩვენ ვერ დავაძალეთ. ხო, თუმცა არც ფუთავენ. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს მისვლა და ზედამხედველობის სამსახური დააჯარიმებს. უფრო მეტი ზედამხედველობის სამსახური ყველა აბსოლუტურად მობილიზებულია იმისთვის და პირადად შევსრევარ იმის რომ არაერთ კერძო მეწარმეს მაღაზიებში, ეხლა დაბის ცენტრში ყოფილი გასტრონომია ხოლმე ცალცალკეა და ყოფილი იმ შენობის ნაწილი მოწესრიგება მოხდა, იმიტომ როგორც იქნა მეწარმეებმა გადაწყვიტეს, რომ იმიტომ ეს მათი ვალდებულებაა. ევროპას რო გავიძახით. ევროპის ცენტრალურ ქუჩებზე ხო მე არ ვადრე დედაქალაქებს ჩოხატაურს, მაგრამ პირდაპირ ცენტრალურ პროსპექტზე შენი ფერი და შენი გემოვნებით ფარდასაც ვერ დაკიდებ. იმიტომ რომ საერთო ვიზუალი არ შეიქმნას, არ შეიცვალოს, უხერხულობა არ შექმნას. ეს ყველაფერი უხერხულობას ქმნის, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეხლა ნელა ესეც გამოსწორდება. კერძო ბესაკუთრეებთან ამ ხური პრობლემა არსებობს. სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა აი იქვე მინდა გითხრა რომ მალე ცენტრალური ჩვენი მოედნის ვიზუალი მთლიანად შეიცვლება. ის ყოფილი პოლიკლინიკის შენობა, რომელიც ძალიან ლამაზია ჯერ კიდევ, თუმცა თუ თქვენ გახსოვთ, იგი იყო მშვენიერი ჩუქურთმები, რატუშასავით გამოკვეთილი ნაწილი რო არის კონგურის. ჩვენ გვინდა იქ ავადგინოთ მომავალ წელს, აი როცა თეატრს დავამთავრებთ, ალბათ ესეც დააინტერესებდათ ბავშვებს. ხო, ბავშვებმა რომ იმეჯი გაჩერდა მშენებლობა, აღარც უჯერა სანამ არ დასრულდება ვერ. მაშინ მივიდნენ და ნახონ. აი გუშინ წინაც ვიყავ მე ფაქტიურად ყველა მეორე დღეს იქ ვარ. უკვე დარბაზში შევედით ფაქტიურად. უკვე დარბაზის კონტურები, ამფითეატრის კონტურები, პარტერის კონტურები გამოიკვეთა. იმეჯი გაჩერდა, კონტურები წინასწარ არ ველაპარაკობ სანამ არ დასრულდება მშენებლობა. დასრულდება ისეთი ტემპი წელს ჩვენ უნდა გადავხუროთ. აი ესეთ კურთხევაც კი მოგიწიათ იმ ადგილის იმდეჩი. მერე ყველაფერი ღვთისნებითაა. და ამიტომაც მიდის საქმე კარგად. ამ შემთხვევაში მაინც. სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა თქვეს, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემა, ეს არის წყალი, სასმელი წყალი არ არის სკოლაში და ასევე პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თქვეს, რომ სკოლის საფირფარეშოებია მოსაწესრიგებელი. გასაგებია. წყალით დავიწყოთ. ისე მომწყურდა წყალი. კი, ონკანიდან წამოსული წყალია დასკვნის თანახმად სასმელად ვარ ვიცი. მაშინ მივირთვათ. ასე რომ წყალი არის სულად უსაფრთხო, წყალზე ბრიცხველებამდე, როგორც კერძო სექტორში, ისე დაწესებულებებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არის წყლის ხარისხზე პასუხისმგებელი, მათ დადებული დასვნის წყალი სულად უსაფრთხოა. და ამის დასტურად მე ახლა თელიზაფხული წყალი არ ქონდა, უამრავი სტატია დაგვიწერია ამაზე. მართლა კაი წყალი ყოფილა. ხო, მაგრამ თელიზაფხული წყალი არ ქონდა, ძალიან მაწუხებდა ეს თემა. უბრალოდ არ ქონდა ივლისის და საწყისიდან, აი გვალვებიდან. ეხლა ფაქტიურად დასრულებულია ბარემის სარგებლების შემთხვევით, ბავშვებისაც უპასუხებ, ამით ახალი სატუმბო სადგური შესულია ფაქტიურად ექსპლუატაციაში, მისი გატესტვა მიდის ამ რეჟიმშია ეხლა და წყლის პრობლემა ამ წუთში არ არსებობს, დაახლოებით 8 საათი დღის განმავლობაში არის, მოიმატებს და ნუ ეს პრობლემა აღარ იქნება. დაბაში ამ წუთში დილის 8-დან ვილის არა კი ზაფხულში ქონდა წყალს ყოველ არა თუ მოხსნილი იყო მაგას ვამბობდი რომ იყო 24 საათიანი რეჟიმიც ქონდა ჩვენ მაგალითად ადრე გაზაფხულზე მეთქი და არაო მეუბნებოდით და 24 საათიანი წყალი კი აი ზუსტად 20 დაპირება იყო რომ არა დაპირება ეს რეჟიმიც ქონდა ჩვენ 24 საათიანი რეჟიმი ქონდა გვალვებამდე მაგრამ მაშინ ეს საკაჩი არ იყო შესული სატუმბო სადგური მაშინ ეხლა ნელ-ნელა მოუმატებს სადა მე ყველაზე გვიან შევიყვანე ყველაზე გვიან შევიყვანე სადაც ეს არის აბონენტად რეგისტრირებული რიცხველი არის დარეგისტრირებული ყველას აქვს აი ვერ ყოფილი ჯერწნევა და აი ფარცხნის ნაწილში ვერ ადის ზემოთ იქაცავა ანუ ეს პრობლემა ფაქტიურად უკვე გადაწყვეტილია. სკოლას რაც შეეხება? სკოლას ხო და გიმნაზიაში ხო დავინტერესდი მე სამრევლო სკოლაში. წყალი არ აქვს და როგორც აბონენტები არ არიან თუ წყლის ხარისხის გამო ეშინიათ დალევა. თქვენ რომ როგორც ჩვენ გითხრათ ბავშვებმა სასმელი წყალი არ მოდის, მაგრამ მოდის მას არ ასმევენ, იმიტომ რომ სასმელად უარგისია. მე ვერ გეტყვით რა წყალს იღებს სამრევლო სკოლა, ანუ ეს არის ცენტრალური ხვალისთვის იკითხეთ ჩემი ამბავი თუ კარგად ვიქნები ესე იგი კარგად. ხო, მაგრამ შენ ხომ იცი ჩემო კარგო მაპატი ფამილიარობის შენობით მოგварთ ახლა ეთერში. შენ ხომ იცი ჩემო კარგო რომ და დასკვნა ამისი არსებობს და ამაზე განმარტება გავაკეთე. თუ ტექნიკური პრობლემაა მივეხმარებით. ტექნიკური პრობლემა თუ ეს არის იმის პრობლემა რომ აი არენდობიან წყალს მე სხვა განმარტებას ამის გარდა ვერ გავაკეთე. საპირფარეშოსთან დაკავშირებით ერთი პირველი საშუალო იცით რომ
ჩვენი ერთ-ერთი უძველესი სასწავლო კერა 130 წელი. დიახ, ბანერიც გვამცნობს ამის შესახებ. ეს არის სკოლის ზოგადად მოსაგვარებელი თემა, მაგრამ თუ შიდა რესურსები არ ყოფნით, მე დირექტორს გავესაუბრები და დავინტერესდები. მე ბავშვობის შემდეგ იმ საკუთარ არ ყოფილვარ. ხო, იმედია მოინახულო და პრობლემაც გადაიჭრება და ბოლო საკითხი, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა და ახალგაზრდამ დააყენა, ეს არის ტრანსპორტის პრობლემა, როგორც ახალგაზრდებმა თქვეს. დაახლოებით 4 საათის შემდეგ მათ არ აქვს შესაძლებლობა წავიდნენ სოფლებში ან რაღაც გვიანობამდე დარჩენ და ივენთებს დაესწრეს, სხვათა შორის ივენთებთან დაკავშირებით პრეტენზიაც იყო თქვენს მიმართ. თქვენ ერთი და იგივე ანსამბლებს გამოვყავთ, მათთვის და ახალს არაფერს არ სწავლობთ და ზოგადად მაშინ ამიხსნან ტერმინი ივენთის არსი. ანუ მათ თქვენს რომ ეს არის კარგი ღონისძიებები, შეიძლება კარგი მომღერლები. მანდილთან ივენთი არ კეთდება. მანდილს რომ 20 წლის იუბილეზე შესაბამისად ის ადამიანები დაესწრება, ვინც 60 წლის განმავლობაში ეხმარებოდა. რატომ უამრავი ღონისძიება იყო, როცა ახალგაზრდები თვითონ, მაგალითად იგივე რომ ახალგაზრდული ჩვენი როკ ჯგუფის მე უფრო მეტიც ოზურგეთშიც კი ვახდი ამ ბავშვებს და ძალიან ამაყი ვიყავი. ფოთშიც გავუშვით. ვითუინე საყოლა უნდა და შეგვეძლო დაგვეფინანსებია და ტრანსპორტის პრობლემა არ იყო. ექსკურსიებთან დაკავშირებითაც შემიძლია გითხრათ რომ ხო, ექსკურსიებთან დაკავშირებით თქვენს კიდევაც რაღაც გამორჩევა ხდება და არანაირი გამორჩევა არ ხდება, აბსოლუტურად არანაირი, ვინც მოვიდა, მე შემიძლია გითხრათ კიდევაც, თუმცა ზეპირათაც შემიძლია გითხრათ, ყველა ის სკოლა, ბავშვები ხანდახან დამოუკიდებლად მოდიოდნენ ბავშვები, მე ვერ ვთხოვდი რომ პედაგოგებთან ერთად მომძანებული იყვნენ, რომ გაგვირკვია რომ ეს და არაერთ სკოლას დაუფინანსეთ. ხშირ შემთხვევაში, როდესაც თქვათ ამურხში გასაჭირი იყო, თქვათ ხო, მე საკრებულოს თავმჯდომარე, თითეული ჩვენთაგანი საკუთარი სახსრებითაც ვეხმარებოდით საწვავის შეძენაზე. ანუ არანაირი ამორჩევა არ ხდება. ერთადერთი ჩვენ ივნისში გავაჩერეთ ამ ტრაგედიის შემდეგ, ბუნებრივია, მაგრამ ამ შემოდგომაზე ეხლაც იყვნენ ჩემთან მაგალითად გიმნაზიის სამრევლო სკოლის ბავშვები და პირად საწვავით დავეხმარეთ. რაც შეეხება ტრანსპორტის პრობლემას. ტრანსპორტის პრობლემა, კი, რთულია. სამწუხაროდ მუნიციპალიტეტს ტრანსპორტი არ გააჩნია. ანუ მოსახლეობამ უნდა იცოდეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა და მათ შორის ახალგაზრდებმა, რომ ის მიკროავტობუსები, რომლებიც მოძრაობენ, ეს არის კერძო ავტობუსები და ჩვენ მათ ვერ დაუწესებთ რეკომენდაციას ამ შემთხვევაში იძლევა ბაზრის კონექტურა. აი მგზავრი არ არის მაშინ და რეკომენდაციას თუ მიცემ, უნდა მიაყოლოს საწვავიც. და ეხლა ეს ჩვენი ბიუჯეტისთვის ძიმე ტვირთია, ისედაც საკმაოდ სოციალური ტვირთი ჩვენ საკმაოდ ძიმე ავიღეთ. მაგრამ რა საწვავი არავით არის ბევრი საწვავი არა, გამგებელს პირიქით მოიკლო 450 ლიტრის საწვავი მაქვს, აქედან თითქმის 1/3-ს მეც თუ არა, აი ასე ქველმოქმედების სახით. ხო, სამსახურის უფროსებსაც საკმაოდ გვერდით. სამსახურის უფროსებს 350. არა, სამსახურის უფროსებს ამ ხელახელს არა აქვს საწვავი. საფინანსო სამსახურის უფროს კი არა აქვს ის გამოყოფილი. ის არის მთელი სამსახურის განყოფილებები შედის იმაში და აბა გადაანაწილეთ ჩვენ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც ძალიან მომჭირნეთ ხარჯავს საწვავს. ძალიან მომჭირნეთ. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მეც და სამსახურის უფროსებს ჩვენ თვის ბოლომდე არასოდეს არ მახსოვს შემთხვევა, რომ ტალონი 3 ტონა ხო დაახლოებით. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გითხრა 450 ლიტრი არის ყველაზე მაღალი კვოტა, რაც მაქვს მე და საკრებულოს თავმჯდომარეს იგივე დაახლოებით და კიდევ ვიმეორებ, რომ ვერასოდეს ბოლომდე ვერ მივდივარ. კი, შეიძლება, მაგრამ შევადაროთ. ამდენს დადიხარ? რა. ჩვენ კი არა, თელს გამგეობაზია ეს საუბარი. ძალიან ბევრს დავდივართ. გუშინდელ მარშრუტს გეტყვით მაგალითად რა. სამ სოფელში ვიყავი. პლუს ამას დიდვანში და ძალიან მიხარია რომ 25 წუთში ავედი დიდვანში ჩოხატაურის ცენტრიდან. დაუმთავრებელ გზაზე ჯერ კიდევ. და რომ მოაკლოთ რაღაცას და თუნდაც რომელიმე ანუ სადაც ბევრი ბავშვი დადის ანუ თქვა სკოლებში. ხო და ეს თემა განსახილველი ვაკეთებთ მაგალითად ჩვენ სანამ სასკოლო მიკროავტობუსი მოემსახურება და სწორედ მასზე მოკლებით აი ასე სამსახურების მონაწილეობით აი ასე უფინანსებით მაგალითად ქვემოხეთის ერთ-ერთ უბანს. უფინანსებით, მაგრამ ეს ხომ დასაჯდომია, გასაანალიზებელია, სად რომელი მიმართულებით. და ღონისძიებები თუ იქნება, აი ახლა როგორ არის, ორი ბავშვი ჩამოვიდა და თქვა უნდა გვიან წავიდეს. მაგრამ ყველა ღონისძიება, რომელიც იქნება დაგეგმილი მათთან შეთანხმებით, ჩვენი მონაწილეობით,
გვიანობამდე ჩვენ შეგვიძლია ტრანსპორტირება უსმენყოთ. ახალი სახეები ჭირდებათ, ითხოვენ ახალ სახეებს, ითხოვენ ცნობილ მომღერლებს, ჩვენ გვესმის რომ საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის. ცნობილი მომღერლების ჩამოყვანა გარდა იმისა, რომ ფინანსებთან არის, როდესაც ცნობილი მომღერლები ჩამოყავდათ, მაშინ ისმოდა სხვა პრეტენზია. ხომ გახსოვთ? მე არ გამიკეთებია ეს და ჩვენ ხელისუფლებას, მაგრამ თუმცა მაშინ სულს ვერაფერს ვერ ხედავ. ისმოდა რა, რომ ადგილობრივებს არ აქვს განვითარების საშუალება მოსახლეობას შეხვდერა. აი ხო, აი ესეა. არა, ერთი და იგივე ანსამბლები არ დგას სცენაზე. დგას ზუსტად ის ანსამბლები, ვინც ჩვენთან არსებობს, მაგრამ კონკრეტულად ახალგაზრდების დასწრება, აი ვკითხეთ თქვენ ამ ახალგაზრდებს, აი ესწრებოდნენ Big Band-ის კონცერტს. დაუვიწყარ საღამოს. ძალიან კარგი საღამო იყო. ესწრებოდნენ მურმანჯინორიას შესანიშნავ საღამოს. გასაგებია. ხომ ესწრებოდნენ? თუ ესწრებოდა ძალიან კარგი. ხო და ეხლა ის რომ ბავშვთა ანსამბლები ყავს, შესაბამისად ახალი სახეები. და შემიძლია ამაზე კომენტარი მიპირადად გავაკეთო, ეს არის ანსამბლი ამაღლება, რომელიც მართლაც რო იტყვიან. საზღვრებს გარეთაც კი ჩოხატაურის სახელი გააქვს წარმატებით, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება მათი სოლო კონცერტის გაკეთება. რატო? მათი არ ვიცი. რა პრობლემაა? არ ვიცი მე თქვა. უამზადონ სოლო. არა, მე ჩემთან ეს კითხვა არ არის. ეს კითხვა არის მათთან. თქვენ არ დაინტერესდით, რატომ არ გააკეთეთ? ადამიანებმა უნდა იყოს ამისთვის მზად. სოლო კონცერტის გაკეთება ეთყობა ჯერ არ უნდათ, ან არ არიან, იმიტომ ეს ცელი პროგრამა, მე არ ვიცი. ძალიან ხშირად ჩვენ რამდენიმე სიმღერის შესრულება თვითონ ეთყობა ძალიან კარგად და პასუხისმგებლობით უდგებიან ამ თემას. ეს კითხვა მათთან. ჩვენგან მათ აქვთ აბსოლუტური ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ამიტომ სოლო კონცერტზე როცა იქნებიან მზად, ჩვენ მათ დავეხმარებთ. იმედია რომ ესეთ დახმარებები ბევრი იქნება მართლაც ახალგაზრდებს ეს პრობლემები მოუგვარდებათ და შემდგომ გადაცემებში უფრო კარგ ინფორმაციებს მოგვაწვდით და უკეთეს და უკეთეს. იმედი მაქვს რომ ის პრობლემებიც მოგვარდება, აი თქვა წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ და ძროხები ძალიან ხშირად არ ინავარდებიან ჩვენს მოგვეცემა ღიაცის. ეხლა სხვათა შორის ეხლა რამდენიმე ერთ-ორ თვეში ეს პრობლემა ამ პრობლემის სიმძაფრე მოიკლებს. და რატო? ანები იქნება აღებული და ეს ძროხები გადაინაცვლებენ თავიანთი არმიდამოს მიმდებარე ტერიტორიაზე. კანების იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ რა ვთქვი, მეტი თანხის დახარჯვის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ჩვენი პასუხისმგებლობის როგორც მოქალაქეების ამაღლების იმედად. და ამ თანხმედრით ეს პრობლემაც მოგვარდება. მე გისურვებთ რომ თქვენი ბავშვების ოცნებები აგესრულებინოთ და განცდა ნაწილს ჩემი მონაწილეობით, ნაწილს ჩვენზე უკეთესი ხალხი რომ მოვა ხელისუფლებაში. 30 წელი შემდეგ გააგრძელებთ. არა 30 ბევრი რამ შეიცვალა და ასე უბრალოდ ოცნებების დახარისხებას თუ გადავხედავთ და შეიცვალა ბევრი რამ. ეს თქვენი ბავშვების ოცნება და გისურვებთ რომ ეს არ იყოს იმ თაობის ოცნება რამდენიმე წელში რომელიც რამ გამახარა აქვე მინდა ვთქვა რომ წელს აპრილში ცოტა ხნით დავესწარი ცოცხალი წიგნების პროექტის სადაც ხიდის თაველი ბავშვები მონაწილეობდნენ და რა მინდა მათ უთხრა და საერთოდ ყველა ბავშვი რომ აი ესენი წერდნენ 10 წლის შემდეგ როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი ქვეყანა და თავიანთი მუნიციპალი თავიანთი სოფელი აი ყველა ფაქტიურად ერთდა იმას წერდა რომ მათ უნდათ რომ შეიცვალოს უკეთესობის გარემო ინფრასტრუქტურა მაგრამ არ უნდათ შეიცვალონ ადამიანები რა მხრივ იყვნენ ისეთივე თბილი თანასოფლელები ისეთივე თვითყოფადი იყოს ეს ქვეყანა ანუ რასაც კარგ ტენდენციას ვამჩნევ ჩვენს ახალგაზრდებს არის ის რომ სურთ განვითარება მაგრამ არა თვითყოფადობის დაკარგვის ხარჯზე აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასე გავაგრძელოთ შემოშვილება და დამერწმუნეთ რომ ამ ქვეყანას ძალიან კარგი მომავალი აქვს ყველაფერი იქნება უკეთესად ვიდრე არის დღეს ხვალ უკეთესობა იქნება ჭირდება გაფრთხილება მე აქ გეტყვით თქვენ შენისთვისთან დაკავშირებით რომ წიგნი დღეს გვერდზე გადადეს იმით ბიბლიოთეკა მაჩვენა რომ წიგნი ამ ახალგაზრდებს გვერდზე არ გადაუდეთ იმიტომ დღეს განმავლობაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაშინ მე ბოდიშს მოვიხდიდი რომ არა ის კვლევები რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადეს ანუ არის ადამიანები ბავშვების კატეგორია რომელიც იმაზე მეც კითხულობს ვიდრე ჩვენ ვკითხულობდით მაგრამ სამწუხაროდ პროცენტულად ასეთი ახალგაზრდების რაოდენობა ძალიან შემცირდა. მე მინდა მათ იცოდნენ რომ ახალი წიგნის წაკითხვით მიღებული ბედნიერება ვერანაირი ივენთები და ვერანაირი Facebook-ი ვერ შეცვლის. აი ამისი მოწოდება მინდა მე მხოლოდ და თუ
თუ ეს გეწყინათ, ბოდიში. არ გეცან, უბრალოდ. არა, მე მიმართავ ახალგაზრდებს. ძალიან მიხარია. ივილიტას ბიბლიოთეკა ძალიან დატვირთულია. ძალიან კარგი. ეს ძალიან კარგი პროექტი იყო, სამწუხარო თემა, საშინელება, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი პროექტი. კიდევ ერთხელ მადლობა მედიასახს ამისთვის. დიდი მადლობა თქვენ გადაცემის სტუმრობისთვის. ჩვენ დაგველოდეთ რამდენიმე წუთში გადაცემის მესამე ბლოკით დავბრუნდებით ეთერში. ჩვენ ისევ ეთერში ვართ, ჩვენი გადაცემის მესამე ბლოკი ითვალისწინებს დებატებს და დღეს ანონსის შეთანხმების თანახმად დებატებში ერთმანეთის პირისპირ უნდა დამჯდარდნენ ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნაციონალურ მოძრაობიდან დიმიტრი კორიფაძე და საკრებულოს ოცნების ფრაქციის ესე რომ ვთქვა თავმჯდომარე ზვიად მამალაძე, თუმცა გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დიმიტრი კორიფაძემ უარი განაცხადა გადაცემაში მოსვლამდე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა უარს ამბობს დებატებზე და გადაცემაში მოსვლაზე, თუმცა კონკრეტული მიზეზი ჩვენთვის უცნობია. შესაბამისად, სტუდიაში ახლა არის არიელის კამი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ბატონი ზვიადი, რომელიც მარტოა და ვეცდები მე გავწიო მასთან ოპონირება. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ჩვენი მთავარი თემა არის ის პრობლემები, რომელსაც ახალგაზრდები ჩვენთან შეხვედრაზე ასახელებენ. პრობლემები ძალიან ბევრია და ყველაზე მთავარი ბატონი ზვიადი რაც არის, ეს არის უიმედობის განცდა და ახალგაზრდებს აქვთ იმის რატომღაც ის განცდა, რომ ისინი არავის არ ჭირდება, მათ არავინ არ ეკითხება აზარს და ხელისუფლებას, რაც ყველაზე მთავარია, ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებიან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ პირველ რიგში და უბრალოდ დავიწყოთ პირდაპირ საქმეზე საუბარი. რაც შეეხება, მე არ ვიცი, არის ალბათ ახალგაზრდების რაღაცა ნაწილი, რომელიც ეგეთი განწყობა აქვს და არ ვიცი რატომ უნდა ქონდეთ ეგეთი განწყობა, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც მათთვის, აი ახალგაზრდებისთვის დღევანდელ დღეს ჩვენს რაიონში აი ძალიან ბევრი საქმე კეთდება იგივე აი მაგალითად ახალი კრიმანჭულის პარკი სადაც იყო ძველი კულტურის სახლის შენობა წლების განმავლობაში დაგავსაყრელად ქცეული თითქმის რომელიც გავწმინდეთ რომელსაც აი ხა დავიწყეთ ახალი პარკის კრიმანჭულის პარკის შენობა სადაც იქნება ღია ამფითეატრი სადაც ჩატარდება კი და რომელსაც ფესტივალები თქვას რომ მათი აზრით არავინ არ დაინტერესებულა თუნდაც იქნებ კაი იდეა ჰქონდათ რატომ არ ანუ ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ რომ არსებობს ახალგაზრდული საკრებულო ჩვენს რაიონში სადაც ახალგაზრდები ინტენსიურად ჩართულები არიან ყველა 20 ადამიანი არ ნიშნავს ჩოხატაურის ახალგაზრდებს ნუ ყველა სოფლიდან არის წარმომადგენელი ასევე რაიონიდან ეს ბავშვები ჩვენ არ აგვირჩევია ეს ბავშვები თვითონ აიჩიეს ერთმანეთი ასევე ჩვენ ხშირად ურთიერთობთ ახალგაზრდებთან არასდროს ჩვენ აი განსხვავება არის ის რომ ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს პრობლემა ის რომ აი ხალხთან ურთიერთობის კომუნიკაციის გამო ჩვენ ვართ მათი ნაწილი აი ჩემი ცხოვრება პირადად გრძელდება ისე როგორც მანამდე სანამ მოვიდოდი ხელისუფლებაში სამსახურში და სამსახურის შემდეგ როგორც იყო ადრე ჩვენ დავდივარ ქუჩაში მეგობრებთან შვილებთან სტადიონზე თუ გამიგეთ ჩვენთან შეხვედრაზე მოვიდნენ ის ახალგაზრდები რომლებიც არიან ძალიან აქტიურები ეს ხო დაბაში ცხოვრები ახალგაზრდები ძალიან აქტიურები წარმატებლები წერენ ბევრ პროექტებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ და როდესაც მათ ვკითხეთ ბოლოს როდის შეხვდეთ ხელისუფლების წარმომადგენლები როდის დაინტერესდნენ მათით მათ გითხრეს რომ ეს ხდება მხოლოდ არჩევნებზე როგორც გაირკვა მათი აზრი არ არის ნიშნულოვანი ხელისუფლებისთვის და შესაბამისად მათ აქვთ განცდა რომ ისინი არ ჭირდებათ აზრი არ აქვს რომ მოვიდეს თქვენთან თქვენ მაგალითად შეგიძლიათ დაგვისახელოთ აი ბოლოს შეხვედრა როდესაც უბრალოდ თქვენი ინიციატივით მიდით ახალგაზრდებთან და გითხეთ რა პრობლემები აწუხებთ რა უნდათ რა იდეები აქვთ და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ხალხადონად რომ ეგეთი შეხვედრები მე ფაქტიურად ყოველ საღამოს მაქვს მათი რა როდესაც გავდივარ იგივე პარკში იგივე ქუჩაში იგივე სტადიონში აი მაგალითად საქონელია ყველა წუთში და ამ შემთხვევაში საუბრობთ პარკზე რომელსაც იქ არის რაღაც ბავშვების სასწრაფოები რაღაც აი ეკლესიის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე რომელიც შემოღუბილა და ნუ ეს რაც შეეხება საქონლების
რომ რაც შეეხება ამ საქონლების თემას, მე მგონი ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება. გოგებელმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით, თქვა, თუმცა შეღობილშიც დადის საქონელი მინდა გითხრათ, იქ სადაც პატარა ასაკის ბავშვები დაყოთ მშობლებს. მოდით აბა მას ჯერ დავასრულებ. კი. პარკის ავარიული მდგომარეობა და საკმაოდ ცუდი სიტუაცია. დავასრულებ იმ თემას, რომ რაც შეეხება ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი თანადაფინანსებით დავაფინანსეთ, შეგვიძლია მოგაწოდოთ ეთერის შემდეგ ეს ინფორმაცია. ძალიან ბევრი ექსკურსიები თუ ასე შემდეგ, მაგრამ რაც შეეხება ახალგაზრდების განცდას, მე ვერ დავათანხმები იმ თემას, რომ უიმედოდ არიან განწყობილი, მაგრამ ის მათ უფრო მეტი ჭირდებათ, ეგ ბუნებრივია და ყველა ჩვენთაგანი ასე ვიყავით და დღესაც ასე ვართ, ხო? დიდი ხანი გამოვედა ბავშვობის ასაკიდან და მე ჩემი კარები, ჩემი ოჯახის თუნდაც სამსახურის, რავი, ჩემი ტელეფონი ყოველთვის მე მზად ვარ ნებისმიერ ახალგაზრდასთან თუ ვინმე არ იცის როგორ ახლაც ხვდები მე გეუბნებით ხე ყოველდღიურ რეჟიმში ხვდები მე ხე სხვანაირად აი მაშინ მითხარით რა თუ იცით რა პრობლემებია თქვათ ახალგაზრდებს კონკრეტულად ყველაზე მეტად რა უნდათ ახალგაზრდებს თქვენ მე რა მოუგვარეთ გეუბნებიან ამ პრობლემას რა მოუგვარეთ აი საუბრობდით წერან კიდე ერთხელ რომ იგივე თანადაფინანსების პროგრამა ისა პროექტები რომლებიც მათ ჰქონდათ ну ეხლა ზეპირად შეიძლება არ მაქვს ყველა ინფორმაცია. იგივე ექსკურსიების თემა ძალიან ბევრი შემიძლია მოგაწოდოთ. ეს თემები, მაგრამ უბრალოდ რას ვამბობ, იცი? პროექტებს წინა ხელისუფლებაც აფინანსებდა. ეს არის თქვენი ვალდებულება და ეს კი, მე არა, იმას არ ვთქვი რომ არაა ვალდებულება. ანუ ეს არის ძალიან მარტივად გაწერილი ბიუჯეტი. ახალგაზრდული პროგრამის დაფინანსება. ფათაშორის აღმოჩნდა რომ ამის შესახებაც არ აქვს ახალგაზრდებს ინფორმაცია. ხო და ამიტომ რას ვამბობ, იცი უკაცრავად. ნატო გამინდა გითხრა იცი რომ კიდევ ერთხელ ვიძახი მეტი ინფორმაციისთვის მეტი კომუნიკაციისთვის ყოველთვის მზად ვარ მე როგორც ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე მე როგორც პიროვნებას ვიედი მამალაძე თუ ვინმეს თქვენ მეტყვით რომ როდესმე ქონია პრობლემა რომ ჩემთან რაღაცა დაკავშირების ან რაღაცა ურთიერთობის ეგეთი აი არ არსებობს ბუნებაში თუ ვინმე არ იცის ჩემი ნომერი ან რაღაც თემა ხო აი მე შემიძლია ეს თქვათ რომ ოცნების წარმომადგენლებს, ახალგაზრდულ სამსახურს, რომელშიც ოცნების წარმომადგენლებიც არიან და მუშაობენ და ასე შემდეგ. ახალგაზრდებთან აქვთ ხშირი ურთიერთობა, ითვალისწინებენ მათ აზრს. შეგიძლიათ ერთი კონკრეტული შემთხვევა გაიხსენოთ. კონკრეტული შემთხვევა, რომელიცაც აი მაგალითად იყო, რა ვიცი, აი ხშირად ხდება ხოლმე, საერთოდ ქართული ოცნება ორიენტირებულია, ასე ვთქვათ, ახალგაზრდებზე რა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახალგაზრდის აზრი, ნებისმიერი მიმართულება, რომელიც მათ, იმიტომ რომ მომავალი უნდა გაინტერესებდეს, ხო, ხა ჩვეულებრივი ამბავი. ყოფილა, რა ვიცი, მაგალითად ანაკლიაში ყოფილა რაღაც პროექტი, სადაც იყო ჩვენი ახალგაზრდები დაპატიჟებული. რამოდენიმე, რა ვიცი, ყოფილა რაღაც თემები, ზოგი გამოსულა, ზოგი არ გამოსულა, მაგრამ ცდელობა ძალიან ხშირად. თქვენი ბავშვობის ოცნება რა იყო ჩახატაურში, რა გინდოდათ რომ ყოფილიყო? ჩემი ბავშვობის ოცნება იყო რა თქმა რომ ყოფილიყო ძალიან ბევრი ბედნიერი ჩოხატაურელი და ყოფილიყო ძალიან ლამაზი ჩოხატაური, როგორც გარეგნულად, ასე შინაგანად. როცა ხელისუფლებაში ხართ, რას აკეთებთ ამისთვის, რომ ეს თქვენი ბავშვობის ოცნება არ იყოს იმ თაობის ოცნება წლების შემდეგ, რომლებიც ხვდებიან? მაგალითად ჩემი აი შეიძლება ითქვას მართლა ბავშვობის ოცნება და დღესაც ოცნებად რჩება, მაგრამ იმედი მაქვს რომ მალე ეს ყველაფერი რეალობად იქცევა, მე მინდა რომ იყოს აი ძალიან ლამაზი დახატული ჩემი რაიონი. იმიტომ რომ არის ორი ქუჩა ძირითადად. არც ისე გრძელი ქუჩები. სულ რაღაც ალბათ აქეთ მხარე იქნება 1.500 მეტრი. რომელიც შეიძლება ძალიან ლამაზად გაკეთდეს. იყოს იგივე ძალიან ლამაზი ბარდიურები რაღაცა. აი სამწელი ხელისუფლებაში ხართ. არა, ერთი წამით გეტყვით, ჩვენ ერთი ხელისუფლებაში მე პირადად ერთი წელია რაც მოვედი. ხო, თანამდებობა ამისთვის ამ ერთ წელიწადში რაც შეეხება აი ამ ცენტრს, რომელზეც ახლა საუბრობდი და რა მინდა რომ იყოს, პირველი კეთდება, შენდება ძალიან ლამაზი თეატრი. არა ერთი წამი კი არა ნუ შენდება პირველი სართული დასრულებულია დარბაზის მშენებლობა დაწყებულია ვაკურთხეთ სხვათა შორის მე და მამა თომა ვიყავით ერთად და დაწნულ ამან ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას
არა, ნუ იყო რა თქმა უნდა რაღაც პრობლემა, ხო იცი ღვთისნება როცა არის ყველაფერი მაშინ კარგათა. არის თეატრი ერთი, ამავე გზაზე შენდება მეორე გითხარით ძალიან ლამაზი პარკი. და მე ჩემი თხოვნა ყველას ეგ არის არა მარტო ჩემი ოცნება ალბათ იგივე ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარის იგივე ჩვენი წევრების იგივე გამგებლის ყველას ჩვენ გვაქვს ეგეთი იდეა რომ ჩავდოთ რაღაცა გარკვეული თანხა გამოვაცხადოთ კონკურსი თუ ვინ უკეთეს რაღაც ესკიზ პროექტს მოიფიქრებს თუ როგორი შეიძლება იყოს ეს ჩვენ რა თქმა უნდა რაღაც ჩვენ იდეებს რა თქმა უნდა მივაწოდებთ შემდეგ გამარჯვებულს და იქნება გამარჯვებული ამაზე იქნება რაღაცა გარკვეული თანხა და შემდეგ ჩვენ ასევე გვინდა ჩავდოთ შემდეგი წლის ბიუჯეტში პროექტირების თანხა. ანუ იქნება ესკიზი როგორი უნდა იყოს და შემდეგ იქნება პროექტი. და შემდეგ აუცილებლად იქნება ინტენსიური მუშაობა იმაზე რომ ეს პროექტი დაფინანსდეს და ის ოცნება რომელზეც შენ მელაპარაკები აი რა იყო შენ რა როგორი გინდა რომ იყოს ხო? იგივე ოცნება ანუ წყალები გადის არ იცვლება ოცნება ყველა ახალგაზრდა ოცნობს იმაზე რომ ჩოხატაურში არსებობს გასართობი რომ იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა რომ ბედნიერი სახები რაც ყოველდღია ეკონომიკურ მდგომარეობაში მოდი მაშინ ასე ვთქვათ მაშინ ასე ვთქვათ რომ ახალგაზრდები ოცნებდნენ და არაფერი არ იცვლება ну შეიძლება ეგ იყო რაღაცა წლების განმავლობაში მაგრამ დღეს 1 წლის განმავლობაში კიდე ერთხელ ჯერ კეთდება 2 ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი რომელიც ორივე პირდაპირ მიბმულია ახალგაზრდებზე ასევე არის ხელოვნური სტადიონი ასევე არის სპორტული დარბაზი იყო დაგეგმილი და ბიუჯეტში გათვალისწინებული რომ 2013-დან უნდა დაწყებულიყო მოდი მეცაც გეტყვით ეს მასე ბევრი რამე იყო არა უბრალოდ ძალიან ნუ დავიბრალებთ ყველაფერს არა დაბრალება რა შუაშია ნატო ეს არის ფაქტი ჯერ გაკეთდეს არა ფაქტია წავიდეს 2013-ში და ეხლა არის 2015 ნატო მომისმინე მე დარწმუნებული ვარ რომ შენც იგივენაირად შეიძლება რა ვიცი გიხარია როგორც მე და როგორც ყველა ჩოხატაურს ეხლა რეალობაა რომ არის აშენებული პირველი სართული ну საძირკველზე და ამ თემაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ დარბაზის მშენებლობა დაწყებულია და წლის ბოლომდე ეს იქნება აშენებული და დახურული ეს შენობა მეორე რომელიც პარკზეა საუბარი უკვე იმ ფაზამდეა მისული რომ უკვე თითქმის სრულდება უკვე დაგებულია ის რაღაცა ხეები ჩარგულია, რაღაცა ამფითეატრი აშენებულია. ჩვენამდე მოგვეტანა ესეთი თხოვნა, რომ მათ ხშირად შეხვდით, ხშირად მოусმინეთ, მიდით და მიაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა დევს ბიუჯეტში მათთვის, რა შეუძლიათ რომ ამ თანხით გააკეთოს. ყველა წელს იდება თანხა ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება. თუმცა ირკვევა, რომ არა მარტო ჩოხატაურში, არამედ ოზურგეთშიც, ლანჩხუთში ამის შესახებ არ იცის არც ერთმა ახალგაზრდამ, ვისაც ჩვენ შევხვდით, არც ერთმა ახალგაზრდამ არ იქნება სწორად. კონკრეტულად, ვისაც ჩვენ შევხვდით, თუმცა სტატისტიკურად თუ გავალგო, ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობამ არ იცის, რა თქმა უნდა, შესაბამისად ვერ იყენებს. ჩვენი ეთერის საშუალებით შეგიძლიათ თუ არა დაპირდეთ ამ ახალგაზრდებს და მოგცეთ პირობა, რომელსაც აუცილებლად გადავამოწმებთ, რამდენ შესრულდება, რომ უფრო ხშირად შეხვდებით, მოისმენთ მათ აზრს, გაითვალისწინებთ და რაც თავად მიაწოდებთ იმ ინფორმაციას, რაც მათთვის აუცილებელი. პირობის ჩამორთმევა, კაცი რომ სიტყვაში თქვის, უკვე პირობაა, მე ასე ვფიქრობ. ეს ისედაც ასე არის და მე კიდე ერთხელ ვამბობ, თუ ვინმეს არ აქვს ჩემი კონტაქტი, არ იცის სად უნდა მოვიდეს, თქვენი საშუალებით არა ამის პრობლემა, ნებისმიერ დროს დღე ხამ მე არ მინდა გამომივიდეს, რომ ჩვენ აი რაღაცა უნაკლოები ვართ, ეგრე რა თქმა უნდა არის უფრო მეტი საჭირო და ჩვენ მზადა ვართ ამისთვის და განწყობილები ვართ ამისთვის და არანაირი პრობლემა არა. თქვენ თუ გაიგებთ აი ან მანამდე და ან დღის შემდეგ რომ ვიღაცას უნდა ჩემთან რაღაცა კომუნიკაცია, დახმარება, რაღაცაში გარკვევა და მე ერთი წამით ამაზე რაღაცა დავიზარე ან თავი შევიკავე, ხო? აი, არ ვიცი. ნებისმიერ დროს სადღაც უფრო მეტი აქტივობა იქნება და იქნება რა თქმა უნდა. კი.
აქტიურად გაჟღერდება. რა თქმა უნდა. რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვაშუქებთ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. სამწუხარო რომ ოპონენტი არ ყავდათ და დებატები ვერ შედგა. ეგ ადამიანურად გასაგებია, ეხა არ მინდა ყველა გადაცემა ემგავნება იმას, რომ რაღაცა ნაციონალური მოძრაობა რაღაც თემა, ალბათ სათქმელიც ბევრი არაფერი არ არის, მე არ გულისხმობ ადამიანებს, ჩვენ ჩოხატარულებად ყოველდღე ერთმანეთს ხვდებით, მაგრამ უბრალოდ ნაციონალებს ბევრი სასაუბრო ნამდვილად არ აქვს. ეთერში ხო, ეს შეიძლება რაღაც სხვა მიზეზი იყო ელემენტარულად. ეს არის პირველი შემთხვევა, ამიტომაც რაღაც კითხვები არსებობს, ალბათ განმარტებებს მივიღებ. გვექნება ამის საშუალება და უფრო ცოცხალ რეჟიმში პრობლემა არ არის. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ახალგაზრდებს, რომლის განხილვა თანდათან მოგვიწევს ჩვენი პროექტის ფარგლებში. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. მე შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა არჩევანი მე მომავალ შეხვედრაზე.